აგლოსობ მეთქვა გაგაძლიეროთ გაგახაროთ. გლოცავს უფალიც, სულ გლოცავს, სულ სიყვარულით ჩვენსკენ არის. ჩვენ არა ვართ ხოლმე უფლისაკენ და ხშირად ჩვენი ნება და ჩვენი ზრახვები, ჩვენი აზრები უფლის განგებულებას, უფლის ნებას არ ემთხვევა ხოლმე. უფალი სულ გლოცავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენს საქციელს ეთანხმება. იმიტომ რომ არ ვიქცევით ხოლმე ჩვენ ისე რომ უფალი ეთანხმებოდეს ჩვენს საქციელს. მაგრამ თავის ნათელს თანაბრად აფენს მაის კეთილსა და ბოროტსა ზედა, როგორც წვიმს ყველას, ხო ასე აფენს. მაგრამ ეს ულას არ ნიშნავს, რომ თანახმობაშია იმ ბოროტებასთან და არასწორ არჩევანთან, რასაც ადამიანები აკეთებენ ხოლმე და ირჩევენ ხოლმე. ჩვენ ისევ და ისევ უნდა ვისწავლოთ კარგად გაფაციცებით სმენა უფლისა. ვისაც ხურნი აქვს სმენა, ისმენთ. ამიტომ უნდა ჩვენი სულიერი სმენა უნდა იქნეს განვითარებული, სულიერი ხედვა, სულიერი მეტყველება, ყველაფერი. დიდხანს მოსმენა უნდა ვიცოდოთ და ყურადღებით მოსმენა უფლის სიტყვისა. ზუსტად გაგონება და არა ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. და თავიდან შევიკავოთ ბევრი რაღაცისგან ცუდისგან. მაშინაც კი როცა გონია რომ ზუსტად რაღაცას ჩავწვდით და რაღაცას სწორად ვაკეთებთ, კიდევ უნდა გადავამოწმოთ მოზღვართან და გონივრული იქნება თუ კიდევ მოვიცდით, პაუზას გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მიუგდებთ ხურს იქამდე, ვიდრე სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდეთ. ამიტომ ღმერთის კანონებს უნდა მივსდიოთ, ხო? ეს კანონები მოცემულია წმინდა წერილში და წმინდა გარდამოცემაში. პირველ რიგში წმინდა წერილში, სახარებაში ჩვენთვის განსაკუთრებულად აუცილებელში. ღმერთი თავის კანონებს ვივლენს იქ, ჩაწერილია ყველაფერი წმინდა წერილში. და საფრთხო გამოცხადებაში საერთოდ. და ჩვენს გულშიც უნდა ჩაიწეროს ეს. ქრისტეში ვინც ცხოვრობს, ის ამ კანონებს გაიგებს. თუ ქრისტეში არ ცხოვრობს ადამიანი, მაშინ გაუჭირდება ამ კანონების გაგება. იმიტომ რომ როდესაც ქრისტეში არ ცხოვრობს, არ ეზიარება, არ ნანობს, არ არის ერთგული უფლისა, მას გაუჭირდება ამ კანონების შემეცნება და მის სულში ბზარი შეიძლება გაჩნდეს სიმბოლურად ვთქვა. როდესაც ჩვენ სული წმინდაში ვიმყოფებით, მაშინ შევიმეცნებთ ამ კანონებს, ღვთის კანონებს ყველაზე უფრო წარმატებით. ხო? ამიტომ ჩვენ ორ სამყაროში ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ. ხო, ორი ნახევარსფერო აქვს, ასე ვთქვათ, ადამიანს. ხო, ორ სამყაროში ვართ. იქაც ვართ და აქაც ვართ. სულშიც ვართ და ხორცშიც ვართ. სულიერ სამყაროში ვცხოვრობ და მიწიერ სამყაროშიც. ესეთი ადამიანი სულიც არის და ხორციც არის. ნუ სამშვენელი მათი კავშირი. სამშვენელისებური ძალა. მაგრამ ძირითადად ხო, სული და ხორცი. მაგრამ არც ისე უნდა მოხდეს, რომ მარტო სულში იცხოვროს და ხორცი დაივიწყოს და ხილში ჩავარდეს და მოწყდეს რეალობას. ეს უკიდურესობაა და არც ის ვარგა, რომ მარტო ხორცში ცხოვრობდეს და სულს მოსწყდეს და სული დაივიწყოს. ისიც მეორე უკიდურესობა. აქ ჯვარისებური ბალანსი არის. საჭირო რომ გაკეთდეს. ჯვრისებრი ბალანსირება, ჯვარი, წონასწორობა, სულიერი ჰარმონია უნდა დამყარდეს. სულშიც უნდა იყო. და ხორციც არ დაივიწყო. ხორცში უნდა ხორცში ხარ, მაგრამ სული არ დაივიწყო რომ თავარია. და მაშინ ეს კანონები შენთვის განცხადდება უფრო მეტი სიცხადით. და შეძლებ მეტაკლებად შეძლებ იდეალურად ვინ ვიცავ ქრისტეს მცნებელს, მაგრამ შეძლებ და მეცად შეძლებ და უკეთესად უნდა შეძლო ამ კანონების დაცვას. დამკვიდრებული ქრისტეში სრულად შესაძლებელი იქნება შენთვის ცნებების დაცვა და არაფერი შენთვის არ იქნება შეუძლებელი. ყოველივე შესაძლებლად არის შენთვის, შენ გამაძლებელი ქრისტეში. პავლე მოციქული ამბობს, ხო, ზუსტ ციტირებას არ ვაკეთებ. მაგრამ თუ შენ უფალზე მეტად შენი საკუთარი თავი გიყვარს, მაშინ რა უნდა ვქნათ? მაშინ უნდა ჩაუყვირდეთ ჩვენს თავს და უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ პირველ რიგში როგორც არის მთელი გული, მთელი სული, მთელი ჩვენი ძალებით უნდა შევიყვაროთ უფალი. ეს ცნება უნდა განვაახლოთ ჩვენში, რომ ჯერ ის უნდა შევიყვაროთ, იმიტომ რომ მან შეგვიყვარა პირველ რიგში, მან შეგვიყვარა ჩვენ თავზე უფრო მეტად, ვიდრე გვიყვარდეს შეიძლება მაქსიმალური პარამეტრები ჩვენი თავი. ჩვენ ის უფრო გვიცნობთ, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ, ყველაზე უფრო ღრმად რო ვინ გონია თავის თავს იცნობს ის გვიცნობს ჩვენ მთლიანად. ამიტომ სულში ვიარებოდეთ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურ თანხმობაში ვიყოთ
უფლის კანონებთან და ეს კანონები ჩვენი შინაგანი კანონები გახდეს და გავითავისოთ ისინი. და ეს სხვა არაფერია თორა და ჩვენი ყოფნა ქრისტეში, სულიწმინდაში, სადაც ქრისტე იქ არის სულიწმინდაც და მამაც, მამა, ძე და სულიწმინდა. ეს შინაგანი რეალობა ქრისტეში ყოფნისა და გარეგანი რეალობა. ქრისტე ჩვენში, ჩვენ ქრისტეში. არის გადამწყვეტი დღევანდელ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში გახსოვთ ხომ წითელი ბაბილონი, საიდანაც დაინგრა წითელ ბაბილონს ეძა ქაოსის, აღრევის, ქურა, რომელსაც გამოიწვევს წითელი ეგვიპტე, წითელი ბაბილონი შეიძლება დაარქვა და ეს საბჭოთა იმპერიას, რომლის ქსეროასლის გაკეთებაც ხდება, მაგრამ პირველი პირი აღარ არის, მაგრამ ქსეროასლები არის რატომაც არ ვიცი. პირველი პირი თუ არ არის, საიდან იღებენ ქსეროასს, არ ვიცი. უპირველ პირო ორიგინალის გარეშე ქსეროასლები გვაქვს დღეს, რაღაცა ეს უხარისხო ქსეროასლები იმ პოსტსაბჭოთა იმ საბჭოთა იმპერიისა, რომელშიც პოსტსაბჭოთა ასე ვთქვათ ქსეროასლებია. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ინერცია ამ ათეიზმისა, ინერცია თუ ამას ჩვენ პნევმატური ბზერით რაკურსიდან შევხედავთ, ეს ინერცია ამისა ამ ათეიზმის ამ კეთთაყვანისმცემლობისა, ბელადომანიისა და ამ შემდეგ ეს ინერცია ძალიან ძნელი გადასალახავია, გაჯდა, ანთროპული ცვლილება მოხდა და გაჯდა გენეტიკაში, გენეტიკურ კოდში, ესეც შეიძლება ითქვას. მაგრამ ესეც გადალახვადია. სულიერი სინამდვილე დღევანდელი სულ სხვა, ვიდრე იყო მაშინ. მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი, ვიდრე გვეგონა რომ შეგვეძლო მაშინ, თუმცა მაშინაც შეგვეძლო. მინც ვისაც ახსოვს. თუ ადამიანი უფალთან ერთად არის აწმყოში ეხლა, სადაც ვარ ჩვენ, აქ სრულად არის და უნდა რომ ამ სინამდვილეში უფალთან ერთად იყოს, თავისი საკუთარი ეგოისტური მოსაზრებები უნდა გადადოს. ვინც უარყოფს საკუთარ თავს და აღიღებს ჯვარს და შეუდგება ქრისტეს, ის გადარჩება. დღეს მით უმეტეს უფრო აქტუალურია ეს. მაგრამ იმდენად ვარ ჩვენ გაჟღენთილი ამ ინერციით, მიუხედავად იმისა, შეიძლება ასაკობრივად ადამიანი იმ ეპოქაში საერთოდ არ იყოს დამთხოვილი იმ ეპოქაში და ვთქვათ არ ყოფილიყო მიუხედავად იმისა, ხო? მაინც ეს მოდის ეს ვთქვათ მემკვიდრეობით გადმოეცა ეს გენეტიკურად ეს ცოდვა ეს ასე ვთქვათ მუხრუჭი ამოწეულია და ამას დიდი დრო უნდა ეს კანკარა გაჩერდეს, ნულს გაუტოლოს მის სიჩქარე და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა დაიწყოს. ამას ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა უნდა. ეს არ არის ადვილად გასასვლელი. არ არის ადვილად გასასვლელი. იმიტომ არის ამდენი ესეთი ქაოსი და ესეთი კრიზისები და არასტაბილურობა. ამ სულიერი მდგომარეობით არა ქრისტეს მიერ მდგომარეობით, მაინც გაჟღენთილია ჩვენი სული სამშველი და სხეულიც. და ებრძვის, ეწინააღმდეგება ქრისტეს ნებას. და სჭირდება ხოლმე რომ მძაფრი რაღაცა მოვლენები მოხდეს მის ცხოვრებაში, რასაც ჩვენ განსაცდელებს ვეძახით ხოლმე. შეიძლება ითქვას ეს მაგურნებელი ტალახია, კურნალი ტალახი. შეიძლება ეს ის აფეთქება არის გაყინული მდინარის ყინულისა, რომ წყალმა ცირკულირება დაიწყოს და ასე შემდეგ. რომ დაიწყოს ცოტა დინება, დაიწყოს, გავიდეს ცოტა ახალი წყალი, ახალი ჟანგბადი შემოვიდეს, რათა ილუზიები ეს ცდარი წარმოდგენები სამყაროზე, უფალზე, სამყაროზე, საკუთარ თავზე გაჟღენთილი ეგოიზმით ეს ილუზიები გაქრეს. განადგურდეს ეს ილუზიები და ეს შეჯანჯღარებები განკურნებას ემსახურება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. და ისინი გვანთავისუფლებენ ჩვენ მრავალი ბალასტისაგან და გზას გვიხსნიან ღვთის სინამდვილისაკენ და მისი იმ ნებისაკენ, რომელიც ჩვენში ახალ ცხოვრებას დაბადებს. და მინდა ეს გისურვოთ. როცა გახსოვთ თქვენ მოვიდა სისავსე ჟამის, ანუ ჟამი როცა მოვიდა ძველი აღთქმა მთელი წინასწარმეტყველებებია ქრისტეზე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა იგი რჯულს, რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღოს შვილობა ჩვენ. ეს დოგმატია. გალატელთან მარტებსო. იესო ჯერ ისევ ძველ აღთქმაში მოვიდა, რათა თავისი სიკვდილით და ჯვარზე და მკვდრეთი დაამდგომით საფუძველი ჩაეყარა აბსოლუტურად ახალი აღთქმის სეული ახალი კავშირისათვის საკაცობრიობისა და ზეცასთან, უფალთან. რათა სრულიად განსხვავებული მდგომარეობა ყოფილიყო დღეს ჩვენთვის ჩვენი მდგომარეობა დღეს ახალმა ადამიანმა სულ სხვა მდგომარეობაში შეგვიყვანა. ჩვენ შეგვიძლია მადლის დაკარგვის შემთხვევაში მადლი სინანული და აღსარებით და ზიარებით დავიბრუნოთ.
ძველმა ადამიანმა ვერ შეძლო შესწოდა და შეუქცევადად მოხდა დაკარგვა მადლისა და გამოგდება 60-დან გამოდება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ისევ დაბრუნება, ისევ ღმერთთან მისვლა, სულ ამ დაბრუნების პროცესში ვართ, იმიტომ რომ სულწოდნებს ვიდეთ, მაგრამ სულ ბრუნდებით ღმერთთან. მაგრამ ყველაფერი რაც ყანყალებს და რაც ირყევა არ იქცევა, ხომ? იმედს გამოვთქვა, რომ კვლავ თავის სტაბილურ წონასწორობას მიაღწევს. ყოველი ჩვენთაგანის და მთელი სოციუმიც. აქ მთელი სიცხადით არის ნათქვამი, რომ იესოს ჯულის ქვეშ იცხოვრა და ჯულის ქვეშ მოკვდა, რათა გამოესხიდა ისინი, ვინც ჯულს იყო დაქვემდებარებული. და ახალი ღვთისმშობელი ჯული მოკვდა. ეს ძალიან დიდი ჭეშმარიტებაა. დღესაც მოქმედებს ეს, რაც მოქმედებდა სახარების დროს. დღესაც ყურნავს იესო ქრისტე ადამიანებს და დღესაც სასწაულებს ახდენს ყველა ადამიანს და დღესაც გზას უხსნის ყველას, რასაც ყველას გისურვებთ. დღესაც დაჯერება და არ დავიწყება საჭირო იმისა, რასაც სახარებაში აკეთებდა და გვიხსნიდა გზას და ყურნავდა. ამიტომ დღესაც ყურნავს და დღესაც ჩვენს თანა გვერდზე არის და ვამბობთ, რომ ქრისტიანს ჩვენ შორის და ჩვენ შორის არის დღესაც და აზდა მარადის და უკუნთი უგუნისამდე იქნება. ამიტომ ის საუფლოს მეუფეა, მაგრამ ამავე დროს ჩვენთანაც არის. ის ყურნავდა და დღესაც ყურნავს და განკურნავს აზდა მარადის და უკუნთი უგუნისამდე. ის აძლევს ნიშნებს ადამიანს და შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში ხოლმე უეცრად, როცა არ გვინდა, როცა არ ველით ხოლმე, მოულოდნ და სიხარულს გვივლენს ხოლმე და დაუმსახურებელ წყალდებას აჩუქარს ხოლმე და მადლობა უნდა შევწიროთ და არ უნდა დავივიწყოთ ესეც. ხომ? და წინ გვისწრებს, გვიცავს, გვიფარავს ხოლმე. და ეს ძველი სოფელი რო გადაივლის, კიდევ მეორედ მოვა. აი ყველაფერი ყოველივეზე იზრუნა უფალმა ჩვენთვის. და თითოეული მისი ნაბიჯი, მისი ჩარევა, მისი განგებულებითი მოქმედება ადამიანებისა და კაცობრიობის ცხოვრებაში და ჩვენს ინდივიდუალურ ყოფაში ეს არის გადარჩენა ჩვენი და გამოხსნა, რაც მან აღასრულა უკვე და გვიხსნა ჩვენ ცოდვისა, წევრისა და სიკვდილისა და გზა გახსნა, რასაც ასევე ჩვენს ვეთანხმებით აზრით, სიტყვით და საქმით, მთელი ჩვენი ცხოვრებით. და გისურვებთ ამაში წარმატებას. მადლობის ჩვენს იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა და გზახსნილი ქონოდეთ. ღვთის საიდებლად, სული სასწაულებლად. ამინ.